უნდა გელაპარაკოთ იმაზე, რატომ არის კარგი საპატრიარქოს ჩამოშლა და რატომ არის კარგი ის, რომ ახლა ერთმანეთს დაჭამენ. ბევრმა დაწერა ასეთი კომენტარი, რომ ახლა უარესი ვიღაცას აირჩევენ, იმიტომ რომ რუსეთი ჩაერევა, რუსეთი დანიშნავს, უფრო მეტად რუსი იქნება მომავალი ვიდრე იყო. ეს ყველაფერი ასეა, ნამდვილად უფრო მეტი რუსი იქნება და ეს შიო ვინც მოავლინა საქართველოში, ის რუსეთიდან გაქცეულია. რეალურად გაქცეულია ვითომ სადღაციდან სადღაც გადაიყვანეს, მაგრამ სინამდვილეში მოიშორეს. და მასზე მიდის პროცესი პედოფილიაში დებენ ბრალს. და როდესაც ადამიანი პედოფილიაში არის გარეული, არ მგონია რომ ის გარემოცვაში და ვისი რომელიმე ლუბიმჩიკი ისევე ახლოს არ იყოს ამ ყველაფერთან, როგორც იყო თვითონ. ამზე თენგო გოგოტიშვილს აქვს გადაღებული ვაშა გადაცემა. ერთი თვის თუ თვინახევრის წინ მთლიანად ამ თემაზე აქვს მიძღვნილი, ვიპოვი მერე და ამ ვიდეოს ქვეშ მივაბა. მაგრამ მთლად ასეთი საშინელება რო არ იყოს და მთლად ისეთ პირებთან რო არ იყოს რუსეთის ეკლესიის, რუსეთის ეკლესია ხო არა აქ რაღაცა ის არის სატანისტების ჯგრო. ხო და მთლად ასეთი ბინძურ ადამიანთან რო არ იყოს ასოცირებული, მთლად ასეთი ბინძური ადამიანის მიერ რო არ იყოს მივლინებული თბილისში, მაინც არავინ არ იქნებოდა ისეთი რუსეთიდან გამოგზავნილი, რომელიც ამას რამე ძალიან ჯობდეს, ან ამაზე ძალიან უკეთესი იყოს. და რაც უფრო უარესი დაინიშნება, მით მეტი სიბინძურეები წამოვა. მით მეტი იქნება შიგნით ბრძოლები ტახტისთვის და მით მეტად და სრულად მოხდება ლუსტრაცია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ 2012 წელს მე ყოველ შემთხვევაში ამას ზუსტად ასე ვხედავ, რომ 2012 წელს იმიტომ მოვიდა ბიძინა და იმიტომ შეძლო არჩევნებში გამარჯვება, იმიტომ არა რომ უფასო ფულს პირდებოდა ხალხს და კარტოფილი დაარიგა და ზეთი დაარიგა და 10 ლარა დაძლევდნენ ხმას, ეს არ იყო მთავარი იყო ის, რომ ეკლესიაში წირვებზე მიდიოდა და ქადაგებებზე მიდიოდა საუბარი პირდაპირ მოწოდებები ამბიონიდან, რომ ხუთიანს თუ შემოხაზავთ, ჩათვალეთ, რომ სატანა შემოხაზეთო. მანამდე სხვადასხვა სკანდალები, რაც მოხდა 2012-ში, იგივე ცოცხების ამბავი და იგივე რაღაცები ძალიან ბოლო დროს უკვე არჩევნებს რაც უფრო ვუახლოვდებოდით, უფრო მეტი და მეტი რაღაც სკანდალები გამოდიოდა. მოგონილი ყველა და ბოლომდე არ მჯეროდა რომ ეს სკანდალები ხიხოს დაეხმარება და უშველის. მანამ სანამ ისეთმა ადამიანმა რომელიც ეკლესიაში ხშირად დადის და მბრევლი ძალიან ისე გახარებულად თქვა რომ დარწმუნებულია რომ მოიგებს ბიძინა, იმიტომ რომ ისეთი წირვები ეკლესიაში ისე გვასწავლიანო რა უნდა შემოვხაზოთ, რომ შანსი არ არისო რომ მიშამ მოიგოსო. ეს არის უდიდესი ბოროტება და უდიდესი მუშაობა, უდიდესად უეფექტურესი, აი ასე, უეფექტურესი მუშაობა კრემლზე. გარდა ამ ბოლო ბოროტებისა, ყველაზე დიდი ბოროტებისა, ძალიან ბევრი ბოროტებები აქვს ჩადენილი მანამდეც. და ისიც კარგად ვიცით, რომ რაც უკრაინაში გააკეთეს ბოლო წლებში,
რომ გამოეყვნენ მოსკოვის ეპარქიას და რომ გაყვეს საერთოდ, ანუ ის რაღაცა ეკლესიები დღემდე მოსკოვის ეკლესიას მიეკუთვნიან უკრაინაში, ანუ რაღაცა ნაწილმა უარი თქვა, რომ უკრაინის ეკლესია იყოს და დარჩა კიდევ მოსკოვის ეკლესიის ქვეშ. ესე მაინც მოხდა მთლიანად თუ არა, რაღაცა ნაწილი მაინც, ანუ ცხადი გახადა სად არის ნათელი, სად არის ბნელი. იმ რეფორმამ, რომელიც უკრაინაში ჩატარდა. სომხეთში პირდაპირ გაასამართლეს თუ ასამართლებენ მაღალი იერარქიის მქონე პირებს, სასულიერო პირებს და პირდაპირ იმაში ადანაშაულებენ, რომ კრემლზე მუშაობენ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. აი ასეთი რაღაცები რო არ გავაკეთეთ ჩვენთან იმ დროს როცა ეს უნდა გაგვეკეთებინა და როცა ეს შეგვეძლო იმ 9 წლის განმავლობაში, იმიტომაც დაგვემართა ის საშინელება, რაც დაგვემართა. მე საქართველოში 2006 წლამდე არ ვცხოვრობდი, უკრაინაში ვცხოვრობდი. ამიტომ ვარდების რევოლუციამდე რამდენად რეიტინგული იყო ილია მეორე არ ვიცი. მე რო ჩამოვედი 2006-ში, უკვე საკამაოდ რეიტინგული იყო და ეს რეიტინგი უფრო და უფრო ეზრდებოდა. ასეთი რეიტინგის მქონე საეკლესიო პირზე რაღაცა ისეთი ღონისძიებების ჩატარება და გატარება, რაც უკრაინაში მოხდა და რაც სომხეთში მოხდა, ჩვენთან იქნებოდა ძალიან რთული და მესმის ეს რატომაც არ გაკეთდა. იქნებოდა ძალიან რთული და ძალიან კარგია, რომ ახლა ეს მოხდება თავისთავად. თავისთავად ლუსტრირებენ თავის თავს. ამათი დარბევა და ამათი ჯერ ერთი სპეციალურად გაშოვება არავის არაფერს არ დაჭირდება, ის რაღაცებს გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ. ამას კიდე დაემატება ისუსის კრებსები, რაც უკვე გვაქვს და გამოფენილია, იმას კიდე ახლები და უარესები დაემატება. ვერანაირი რეიტინგი გინდა შევაერჩიონ, გინდა ვინც აირჩიონ, ვერ ექნება და არ ექნება არასოდეს ისეთი მაღალი რეიტინგი, როგორც ილიას ჰქონდა და შესაბამისად საპატრიარქო დაკარგავს იმ ძალაუფლების, როგორც მინიმუმ ნახევარს, რომელიც აქვს. რეიტინგი ახლა თუ აქ 80-ზე ზემოთ, ან თუ ქონდა, ჩამოვა როგორც მინიმუმ, როგორც მაქსიმუმ, ან როგორც მინიმუმ, ისედაც შეიძლება ვთქვა და ასედაც 40-ზე. 41-ზე დაჯდება სიმბოლურად. და კარგია, რომ ეს საპატრიარქო ასეთი ბინძური ინსტიტუტის გავლენის დაქცევა არ მიეწერება მომავალ ხელისუფლებას, რომ მომავალ ხელისუფლება არ იქნება ვალდებული, რომ ასეთი ძნელი და რთული სამუშაოები ჩაატაროს. სომხეთში რო ჩაატარეს, სომხეთში არ ქონია არასდროს ეკლესიას ისეთი მაღალი რეიტინგი, როგორც ჩვენთან, არც უკრაინაში არ ქონია არასოდეს. მე საერთოდ არ ვიცი უკრაინაში გაუზომიათ თუ არა, მე მაგალითად არასდროს არ შემხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ 13 წელი უკრაინაში ვიცხოვრე და ისედაც მე უკრაინის ახალ ამბებს ძალიან აქტიურად ვადევნე თვალს, არასდროს არ შემხვედრია, რომ ვინმეს გაეზომოს უკრაინის პატრიარქის რეიტინგი. არც მანამდე, სანამ გამოეყოფოდა რუსეთს, არც მერე. შესაბამისად, იმიტომაც არ იზომებოდა, რომ არ ქონდა ისეთი რაღაცა ძალიან უდიდესი მნიშვნელობა, როგორც ეს ჩვენთან არის. არის და
მალე ვიტყვი რომ როგორც იყო. მადლობა ღმერთს რომ მალე ვიტყვი სიტყვას როგორც იყო. ამიტომაც არის კარგი ყველაფერი ის რაც ახლა ხდება. ძალიან რთულია ამის ყურება. საშინელი ფარისევლობაა. ჯერ ერთი რომ ის აი პოლიტიკოსები ერთი მეორეს რო ასწრებენ, ვინ უფრო მეტ ფოტოს დადებს და ერთადერთი ვისაც შემიძლია რომ ეს ვაპატიო არის მიშა, იმიტომ რომ ახლა არის ტყვეობაში. და იმიტომ რომ ახლა არ აქვს საშუალება რომ იყოს რეალურ პოლიტიკაში. და ვინც არ არის ტყვეობაში და ვისაც აქვს რეალურ პოლიტიკაში მიიღოს მონაწილეობა, ამათ არც ერთს არავისგან, ანუ საერთოდ სასაცილოა. გირჩიც კი რო ვერ ბედავს, ზურა ჯაფარიძე რო ვერ ბედავს, რო თქვას რეალურად რას ფიქრობს ამაზე და მორალის კითხვა რო დაიწყო, ნუ მავრალეთ რომ მithom მიხარია. მე ვამბობ, ღიად ვამბობ, რომ ეს დადებითი მოვლენაა. და როდესაც საქართველოში შიგნით ჩვენ ვკარგავთ ვიღაცას ისეც ძალიან გავლენიანს, ვინც ამ მთელ თავის გავლენას ახმარდა კრემლს, ამაზე აი ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ როგორ არ უნდა შეაფასოთ დადებით მოვლენა და როგორ არ უნდა გიხაროდეს ხო, კაი ახლა შეიძლება არ დარბოდე, არც ეკვავდე, არ მღეროდე და არ იცინოდე და მაგრამ ყველა შემთხვევაში დადებით ემოციებს უნდა განიცდიდე. თუ შენ არ ახარ რუსეთუმე და ვინც თავის თავს რუსეთუმედ არ თვლის და მაინც აი ამ თამაშს თამაშობს, რომ ვითომ წყინს, ძალიან გულისამრევია ამის ყურება. და აი ამ ანუ ბოლო დღეები იმის მაგივრად რომ რაღაცა ისე დადებითი დღეები ყოფილიყო 17 მარტიდან მოყოლებული ძალიან ბევრი უარყოფითი ემოცია გარშემო მარტო იმიტომ რომ ამ ფარისევლობაზე მერევა გული და უკვე ძალიან შეუძლებელია აი ესეთი საზღვრობის ყურება და ეს საზღვრობა კიდე უფრო გაფართოვდება და გაღრმავდება. ახლა ნიუსებში მარტო იმას მოვისმენთ, რომ ამ ეპისკოპოსმა თუ დეკანოზმა თუ ამ ის თქვა, ესე დღეს უკვე გამოვიდა ნიკოლოზი და მოწამლესო, წამლავდნენო და აუცილებლად რაღაცა ანალიზები და გამოძიება არისო მოწამლოზე ჩასატარებელი. პირდაპირ ასე არ უთქვამს მოწამლვა, მაგრამ ანუ კუჭის ყლული თუ ქონდაო, რატო არ მკურნალობდნენო და ასეთი გახეთქვა კუჭის ყლულის, მხოლოდ ანუ ძალიან ძლიერი მოწამვლის შედეგად შეიძლება რომ მოხდარიყო. აი ასეთი რაღაცეები, ახლა ერთმანეთზე რაღაცების დაბრალება, მის გამომჟღავნება, ვინ რა დააშავა, ვის შეუძლია, ვის მისცეს და აი ეს გვექნება უახლოესი თვეები და უახლოესი, ანუ ალბათ ერთი წელი გაგრძელდება ეს გამოწიე მეტი თუ არა და ეს ასატანი გვაქვს ამისთვის უნდა მოვემზადოთ. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს დადებითი პროცესია. ეს არის ისეთი პროცესი, აი რომ გადაწყვიტავ, რომ სახლში უნდა გააკეთო რემონტი, ისეთ სახლში, რომელიც ძალიან დაგიძველდა, დაგიბინძურდა, უკვე ვეღარ იცხოვრება, აუტანელია ცხოვრება და რემონტი უნდა გააკეთო ისეთი, რომ ყველაფერი უნდა გაატყაო, კედლები უნდა გაატყაო, იატაკი უნდა აიღო და ბეტონამდე უნდა მიხვიდე და ისევ თავიდან უნდა შექმნა მერე შიგნით ინტერიერი. აი ეს პროცესი გავდივართ ახლა და ეს პროცესი ყოველთვის მტკივნეულია, ყოველთვის ცუდი საყურებელია, ყოველთვის გამღიზიანებელია, ყოველთვის ნერვების მომშლელი და დამთხრელია, მაგრამ საბოლოო ჯამში არის განკურნის პროცესი. ეს განკურნა უნდა გადავიტანოთ. ეს კარგია თან რომ მოხდა მაშინ ჯერ კიდე, სანამ ქოცები არიან ხელისუფლებაში.
ეს რომ მომხდარიყო მაგალითად ახალი ხელისუფლების დროს, მაშინაც ხო თავისით გარდაიცვლებოდა თუ მოწამლეს თუ რაღაცა და მაინც რაღაცა სიბინძურეები წამოვიდო და მაინც ახალი ხელისუფლების დროს უკვე სუსი აღარ გვეყოლება, მაგრამ რაღაცა უსაფრთხოების რაღაცები მექანიზმები მაინც ხო იქნება ქვეყანაში. იმათ დაბრალდებოდათ რაღაცა და ნუ მოკლედ გამოწია იქნებოდა მაინც რაღაცნაირად ჩირკი შეეხებოდა იმ ახალ ხელისუფლებას და კარგია რომ ესეც ანუ ისე მოხდა ყველაფერი ისე დაალაგდა თავისთავად რომ ასე არ განვითარდა მოვლენა რომ ქოცების ბოლო წელს შეეხოცება მთელი ეს სიბინძურეები რაც ახლა დატრიალდება მე მაქვს ესეთი ცოტა სასაცილო თეორია რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგების რაღაცა ისეთ ცოტა შტერულ პოსტულატებს შეიძლება შტერული ან რაღაც ჩემი გადასახედიდან, მაგრამ იმათ ეს დასკვნები რაღაცა თავიანთი გამოცდილებიდან და სამუშაო გამოცდილებიდან აქვთ მიღებული და ამბობენ ასეთ რაღაცას, რომ როდესაც ადამიანთან ან რაიმე სტრუქტურასთან ან სადაც მუშაობ, იქ მოკლედ ვისთანაც გააქვს რაღაცა მჭიდრო, მაგრამ არა ჯანსაღი და ტოქსიკური ურთიერთობა და მე ამას რომ შორდები იმისთვის რომ განიკურნო, განთავისუფლდე იმ ტოქსიკური ურთიერთობიდან, ანუ საბოლოოდ მოიშორო იმის გავლენა შენ თავზე, უნდა გავიდეს იმ დროის ნახევარი, რაც შენ ამ ურთიერთობაში იყავი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე ტოქსიკური ისტორიის განმავლობაში იყო ურთიერთობა რუსეთთან და საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირი 70 წელი გვეჯდა თავზე თუ გვაჯდა თავზე. ამ 70 წლის აი პირველადი ესეთი ყველაზე მძიმე შედეგები რომ რაღაცა მოვიშოროთ და რაღაცისგან განთავისუფლდეთ, უნდა გავიდეს 35, ასე გამოდის. ფსიქოლოგებს დავუჯერებთ და ეს 35 არის ზუსტად წელს, 2026 წელია. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 35 წლის თავი. და ყველაზე დიდი ინსტიტუტი და ყველაზე ძლიერი, ყველაზე გავლენიანი, რომელიც ჩვენ დღემდე საბჭოთა კავშირს აი მიბმული ვიყავით თითქოს ჭიბლარით, ეს იყო ზუსტად ილია მეორის საპატრიარქო. და ეს ჭიბლარი გაწყდა 35 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 35 წელს. საქართველოს სრული, ნამდვილი და რეალური დამოუკიდებლობისთვის და დამოუკიდებლობისკენ სიარული აი ახლა იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს 9 წელი გამოვიარეთ და ძალიან კარგი და ძალიან ძლიერი და ისტორიაში საუკეთესო, მაინც მთავარი გასაკეთებელი ახლა კიდე წინ არის, ძალიან ბევრი რაღაცა უნდა გავიმეოროთ იქიდან, რაც 9 წელს გავაკეთეთ, ძალიან ბევრი რაღაცა უნდა დავამატოთ ახალი და უკეთესი და ეს უკვე იქნება საბოლოო სრულიად მთელს სიღრმეში წასული და მთელს სიგანეში საკამარისად გავრცობილი და მთელს ტერიტორიაზე, უკვე საქართველოს რეალურ ტერიტორიაზე, გამთლიანებულ ტერიტორიაზე მოფენილი ნამდვილი დამოუკიდებლობა და რაღაც მომენტში ჩვენ გავაუქმებთ იმ საპატრიარქოს, რომელიც ახლა არის და რომელსაც ახლა შიო გაუძღვება თუ ვინ ჩემი ფეხები, იმიტომ რომ იქ ჯანსაღი არავინ არ არის. სულ ერთია ვინ გაუძღვება, რაც უფრო უარესი, მით უკეთესი, ეს საპატრიარქო გაუქმდება და დაარსდება, ან აღდგება ის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ყავდა ამბროსი ხელაია. ეს საპატრიარქო იმის გაგრძელება არ არის.
ეს საპატრიარქო არის კომუნისტების შექმნილი, სტალინის შექმნილი და მასში ყველაფერი იმართებოდა სტალინურად. კომუნისტურად და საბჭოურად. იმართებოდა დღემდე, ცოტა ხანი კიდე გაიმართება, სანამ შიო იქნება თუ ვინც იქნება. მერე მოეღება ბოლო და მერე დაარსდება ახალი ნამდვილი ქართული რომელიც აი ამ ძველ კი არა ძველს აღადგენს ნამდვილს და მოაშორებს იმ православникობას, რომელიც რელიგიაც კი არ არის, ანუ აი ამ ბინძურ შავ православникობას, რომელიც ქვეშ დღემდე ვარსებობთ და ბოლო 50 წელი თუ 60 წელი თუ რამდენიცა ვარსებობთ, ეს არ არის რელიგია. ეს არის რაღაცა ოკულტიზმთან მიახლოებული რაღაცა ნუ კულტმსახურება, პიროვნება მსახურება და ნუ ერთი იყო სტალინი, ასეთივე კულტი საბჭოთა კავშირში და მეორე იყო ეს გადმონაშთი საბჭოთა კავშირის, რომელიც გავიდა საიქიოში 17 მარტს. კიდევ ერთხელ ეს მოვლენა დადებითია. ვინც არ უნდა ტიროდეს დღეს და რამდენიც არ უნდა ხო, კიდე რის თქმა მინდა. სტალინის დაკრძალვაზეც მივიდა იმდენივე ადამიანი და იმდენმა იგლოვა და იტირა და იბღავლა, როგორც დღეს ტირის ილიას. და სწორი იყო სტალინზე ბღავილი და ტირილი? აი რამდენიც მაშინ ფარისევლად ტიროდა, იმდენი ტირის ახლა ფარისევლად. ჩრდილო კორეაშიც ასე, ხო, ჩრდილო კორეაში არა, ოკუპირებულ კორეაშიც ასე ტირიან ვიღაცები რო უკუდებათ. ეს არ არის ნორმალური მოვლენა. ეს არის კიდევ ერთხელ აი რაღაცა ადამიანის კულტა დაყვანის მორიგი ფენომენი გავიარეთ და დასრულდა ეს ფენომენი. მომავალი საქართველო იქნება ნამდვილად და საყოველთაოდ და ყველანაირად დეოკუპირებული რუსეთისგან, თავისუფალი რუსეთისგან. უკრაინა იქნება დეოკუპირებული, რუსეთი არ დარჩება შავ ზღვაზე, არა მარტო სამხედრო წარმომადგენლობით, არამედ იმ კვაზი რელიგიური კავშირებით, რომლითაც ყავართ მიჯაჭვული. კვაზი რელიგიური ნამდვილი რელიგია და ნამდვილი ღვთისმსახურება ამის ყველაფერში ეს წლები არ იყო. მომავალ შეხვედრამდე.